უფალო და მეუფეო. მარტო უფალო ეთქვა, ან მარტო მეუფე, რამე დაშავდებოდა არა. რა განსხვავება ამ სიტყვებს შორის? ეს არის აი როგორც ნათლობის აღთქმაში წამს ქრისტე მღვდელი ეკითხება მოსანათლს და მოსანათლი პასუხობს წამს იგი ვითარცა მეუფე და ღმერთი. ზუსტად ეს არის. ღმერთი, ანუ უფალი როგორც ღმერთის სინონიმი ამ შემთხვევაში და მეუფე როგორც მეფე. ანუ მე მივმართავ ღმერთს როგორც ჩემს ღმერთს ქრისტეს მივმართავ თქვათ ხო? ჩემს ღმერთს უფალო, ჩემს ღმერთი რომელიც ჩემი ღმერთიც არის. ღმერთი ერთია, მაგრამ ღმერთი რომელიც არის ერთი, ის ჩემი ღმერთიც არის. გესმით? აი ეს კადნიერება აქვს ქრისტიანს და მეუფევა, ანუ მეფე და მეფე რა საჭიროა? მე ამ სიტყვით გამოხატავ, რომ შენ ჩემი ღმერთი რო ხარ, მე ამას იმით ვადასტურებ, რომ მე შენ როგორც მეფეს გემორჩილები. შენ ხო გვინდა სასუფეველი? სასუფეველი სამეფოს ნიშნავს. სამეფოს მეფე არის ღმერთი და შენ ჩემთვის არა მარტო ღმერთი ხარ, არამედ მეფეც ხარ, ანუ მე მაგ განაცხადი, კადნიერება, რომ შენი სამეფოს მოქალაქე ვიყო, ანუ შენი ნების აღსრულებელი. ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუდელში მინდა მყოფობა. ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუდელი არის სასუფეველი. ეკლესია არის სასუფეველი. ეკლესიაში არის ის, ვინც ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუდელში იმყოფება, გესმით? ვინც ღვთის ნების აღსრულებელი, გამომეძიებელი და აღსრულებელი არ არის, ის ეკლესიაში ყოველდღე რო ეზიარებოდეს, მაინც ეკლესიაში არ არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი აი ამით იწყება, რომ ღვთის ნების გამომეძიებელი და გულმოდგინედ აღსრულებელი. ამიტომაც უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო. ანუ მე მაქვს სიცოცხლე ერთხელ მოცემული და ეს ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. გესმის? იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი ღმერთი და ჩემი მეფე. ყველაფერი შენ ხარ. ეს სიტყვები ფაქტობრივად სიყვარულის განაცხადია, რომ მე შენ მიყვარხარ ღმერთო. გესმით? აი ამის განაცხადია. ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი ცხოვრება ხარ, ცხოვრებისა ჩემისაო.